როგორ მუშაობს სატურნი? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლანეტა არის ხოლმე ჩვენთან, როგორც კარმული ასტროლოგიიდან, როგორც ფსიქოლოგიური ასტროლოგიიდან, ასევე ჩვეულებრივი ასტროლოგიიდან, რომელიც ხვდავს, რომელიც პრობლემებს ქმნის და რომელიც გვირთულებს ცხოვრებას. ჯანმრთელობის პრობლემები, კრიზისული პერიოდები, ესეთი გაწელილი დროში, მაგალითად, უბედურებები, მაგალითად, ან ბედში სერიოზული პრობლემები, ფინანსური პრობლემები, ენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად ჩვენთან სატურნთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველაზე დიდი ყურადღება არის სატურნის ასპექტებზე გასამახვილებელი და რაც უფრო ნეგატიური ასპექტები აქვს ადამიანს, მით უფრო ბედი რთული აქვს, ესე ვამბობთ ხოლმე ასტროლოგიაში. და თან სატურნთან რა არის საქმეშველოვანი, რომ კარმულ ასტროლოგიაში მას ლილიტი მოყვება, ანუ შავი მთვარე, ანუ რეალურად მაცთუნებელ ენერგიას რო ვეძახით ხოლმე. და აი ეს ორი ტანდემი, ესე რომ ვთქვათ, სატურნი ლილიტის ღერძი, თუ არ იქნება დამუშავებული ადამიანს, აი ეს უკვე ეზოთერულ სფეროში რო გავდივართ, კარმული ვალების გადაყოლა მომავალ ცხოვრებაში, ეზოთერული ხედვებით შეიძლება გქონდეს. ან ამ ცხოვრებაში უბრალოდ კარმულ ვალებს იხდის, ხო? სინამდვილეში რა არის სატურნის ენერგია? ზოგი მაგალითად შეზღუდვებთან აკავშირებს სატურნს, როგორც რომ თუ ჩვენ სატურნის ენერგიაზე გვინდა მუშაობა, უნდა შეზღუდვები დავაწესოთ ხელოვნურად, მაგალითად თავზე ზოგი იქ კვებასთან დაკავშირებით შეზღუდვებს აკეთებს, ზოგი უბრალოდ რუტინაში ცვლის რაღაცებს. მე თუ რეალურად სამყაროს კანონებთან თუ მაქვს შეხება სატურნის კუთხით, ხო, ეს იქნება ფიზიკის კანონები, ქიმიის კანონები, ხომ? ამავე დროს არის ფსიქოლოგიური მხარე, რომ მე თუ მაგალითად მაქვს აგრესია დაუმუშავებელი, მე თუ მაქვს პრობლემები, ოღონდ საერთოდ ვერ ვერკვევი, ან გაცნობიერება არ მყოფნის, ან არ ვარ სულიერად იმ დონეზე, რომ მე ეს გავაცნობიერე, ხა მაღალ ვიბრაციას გიყევით სატურნის. აი აქ ვიკიდებ კარმას. მაგალითად, თუ მყავს რაღაც ნეგატიური ასპექტები, მაგალითად რუკაში დაუმუშავებელი, მე ჩემ დაუნებურად გაუცნობიერებლად ვავნე შვილებს, ვავნე გარემოცვას, მეუღლეს, ჩემ თავს ამავე დროს, ხო? ან მე ამის წარმოდგენა არ მაქვს, ხო? და ყველა ვაკეთებთ ამას, ხო, გააჩნია ხოლმე უკვე საზღვარს, ხო? აი აქ მუშაობს სატურნის ენერგია, ის აგროვებს ინფორმაციას, მაგალითად, ამ ადამიანს, აი ესე, მოდი ესე ვთქვათ, აი ესე ინიშნავს, რა ვალები არის გასაცნობიერებელი მომავალ ინკარნაციებში. ანუ ენერგია თუ შეიკრა, აქ თუ რაღაცებში ვერ გავერკვიე, აქ რაღაცებში არ მეყო ცოდნა, გამოცდილება, ვაგროვებ აი აქ კარმულ ვალებს.